ერთიანი აზრი ნატოში ჩვენი შესვლას რეფერენდუმი ჩაატარეს პირველ ეტაპზე თუ გახსოვთ და რეფერენდუმმა აჩვენა ერთი აზრის უპირატესობა. მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა რეფერენდუმით სუპერველ ეტაპზე ნატოში გაწევრიანებას. ეს ერთი აზრია. ამის გამხორციელებელი იყო საზოგადოებაში, ესე იგი, ხმამიცემული უმრავლესობა, ნაცმოძრაობა. მისი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც, ესე იგი, თითქმის 80%-ით არჩეული იქნა. 20% აღაფის არ წყვეტავს. მოსახლეობის 80, მე მგონი უფრო მეტი. პირველი მაინც ადგილი გამსახურდიას ეკუთვნის ამაში, მან დაირჩა სულ ყველამ. აქ შეიძლება იყო რაღაც 1-2 გამონაკლისი, მაგრამ ხმათა უმრავლესობით, ყოველგვარი ჩაწყობით და მაიმუნობით მოსახლეობამ აირჩია სააკაშვილი. ესე იყო რა. როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერი, საზღვარი შევარდნაძის რეჟიმის დამამარცხებელი და შევარდნაძის ყელში ამოუყვანა მოსახლეობას და თითქმის აბსოლუტურად სულ ყველა ფეხზე დადგა. ეს კადრები მახსოვს. და დაჯარდა ხალხი და მიადგა ქაჯეთის ციხეს. და შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა, რომ სააღაზრს არ გაემარჯვა და ამ უთანასწორო შეტაკებას მოყვებოდა უბედურება. ამიტომ ფარხმალი დაყარა ედვარდ შევარდნაძემ. და ეს იყო ვარდების რევოლუცია. ესე იგი, სისხლი არ დაიყვარა. ახლა ჩაწყობილი იყო თუ არ იყო, რაც ჩანს იმას ვიძახი. ახლა არ მინდა სიღრმეები ჩაწყობა, მოყვა. ჩაწყობაც რო იყოს, ეს სამყაროც ჩაწყობილია. ღმერთმა ჩააწყო. რო იტყვიან ჩააწყო, ჩააწყე, ოღონდ კარგი იყოს ესა რა თმინდა აბა ისე ჩაუწყობელი. რაც ჩანდა ეს რა ედიკა დაიდო ნიჩაბზე და გადაიგდო. ხო, სულ ყველა მას გადაუდგა. მონსტრი გადავაგდეთ. ხო, სააკაშვილმა ერთიანი აზრი გაიმარჯვა. და გავიდა ცხოვრება, მაგრამ უბედურება ის არის კიდევ ვიმეორებ. რა აზრი გვაქვს რა? აი რა აზრი ეს ცარიელი აზრი. ეს აზრი რა აზრი? აი ნატოში გაწევრიანები ერთიანი, ესეც ვერ განხორციელდა. იმიტომ რომ ერთიანი თუ არის საქართველოს ამასში, ესე იგი ის არ გვიღებს ჩვენ. ჩვენ გვინდა და ის არ გვიღებს. მაშინ ახლა დავანებოთ იმასთან მეგობრობას თავი. არ შეიძლებოდა პირველ ეტაპზე რა? ასე რომ ერთიანი აზრი აუცილებელია ყველა საქმეში. და მრავალი აზრი, ესე იგი მრავალი პარტიული წარმომადგენლები არანაირად პირადად ჩემი არ არის სწორი. ბიბლიაში არ არის მრავალპარტიულობა. მრავალნაირი ღმერთი არ არის. ერთი არის სამი ნახე სახით. ხედავთ, როგორ ახლოს დგას ეს ამერიკულისა ერთიანი აზრი ორი სახით, რესპუბლიკელები, დემოკრატები. აგეთ სამშენებლობაც არის. ისტორია ადასტურებს ამას. როგორ არის ხო იქიდან, აი ერთი ღმერთი სამი სახე. მაგრამ ერთმანეთს არ ეკამათებიან. ერთიანი აზრი. და როცა მოსახლეობას თავში სულელური აზრი აქვს, აღმოჩენს ბიბლიაში რომ სამი ღმერთია და დაიწყებს სექტის შექმნას. პირდაპირ არის ბიბლიაში რომ ერთია ღმერთი, მაგრამ სამი სახე აქვს. სამი ჰიპოსტაზი აქვს. სამივეს ერთნაირი ფუნქცია აქვს. სამივე განსაზღვრებს მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი. საფუძველში ღმერთია სამივე. და გამოვლენა არის ფუძის შესატყვისობაში, ფუნდამენტის. არაფრით არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სულიწმინდა იესო ქრისტეს, იესო ქრისტე მამა ღმერთს. იმიტომ ეს ერთია. აი ეს არის გამოცანა. პოლიტიკურ ასპექტშიდაც თუ ბიბლიით ხელმძღვანელობთ, რატომ არის აქ სიმშვიდე ამერიკის შეერთებული შტატებში და აგერ 100 წელზე მეტია სამოქალაქო ომი არ არის. 150. მშენებლობა დაიწყო მხოლოდ ერთ აზრზე. ნახეთ, ერთი აზრი არის ორი გამოვლინებით. ეს ერთი აზრი არის ამერიკის კეთილდღეობა. ამერიკის კეთილდღეობა ერთი აზრი, რესურსებით, ყველაფერი ჩართულია და ორი სახით არის წარმოდგენილი, სამებით არა. ერთს დაერქვა პოლიტიკური მასში რესპუბლიკელები, მეორეს დემოკრატები. და როტაციის წესით იმის დამიხვდებით მოსახლეობა 4 წელიწადში როგორ განწყობაზე იქნება, ხან ერთს აძლევს, ხან მეორეს. არჩევნები არასოდეს არ არის დამღუპველი მოსახლეობისათვის, როდესაც ერთი გაბატონდება თქვა დემოკრატები, ან მეორე. დამღუპველი არასოდეს არ არის, არ ინგრევა ქვეყანა. შიმშილობა არ იწყება. ხო, კარგი მაგალითია. სად არის მრავალპარტიული ამერიკის შეერთებული შტატები? სად არის ევროპაში მრავალპარტიულობა? ერთი აზრი არ არის. ან კანადაში მრავალპარტიულობა? ვინ გითხრათ ეგა? როგორ განსხვავებული აზრებით როჩის კაცი? ჭიჭყინს გადაყვებიან, საქმეს გააკეთებენ. განსხვავებული აზრის მატარებელი, ესე იგი, კაცი გზის, თქვათ, პრეზიდენტი და მისი ოპოზიტი არის მთავრობის თავმჯდომარე. რამე გამოვა?
არაფერი არ გამოვა. ამიტომ როცა ესეთი ის არის სიტყვას რო იძახიან რომ აი ეს მონარქია და დიქტატურაც ბიბლიდან არის მიმთითებელი ყოველთვის უყარს გონიერი და ჭკვიანი ადამიანი ღმერთი არის ჭკვიანი მას მრავალი ღმერთები არ არის და ეს არ შეიძლება ეკამათებოდეს თავის თავს ასევე ლიდერი პოლიტიკური როცა ავირჩიეთ მისი აზრი ხორცს უნდა ასხამდეს ესა ყველა სფეროში და სიწყნარიც და სიმშვიდეც არის და ჩვენთან ვერ გავიგე რა არის ეს დემოკრატია, მრავალპარტიულობა, ახლა ერთპარტიულობა შეიცვალა მრავალი პარტიულობით, გამსახურდია ეს დროს და ვერაფერი სუქუჩაში იყო ხალხი. არ ამართლებს მრავალი აზრები. არ ამართლებს ხანდახან არც ერთი აზრი, მაგრამ ილუზიას გვაძლევს ერთი აზრი 70 წლის განმავლობაში რაღაცა შევთითხნოთ, რაც იყო კომუნისტური აზრი. ამიტომ საუბარი უნდა დავიწყოთ, რა აზრის გამტარებელი ხარ? ეგ აზრი, სად შევამოწმოთ? როგორია ეს აზრი და ცნობიერება არის ამ აზრთან და თუ ამასთან ჭეშმარიტასთან რატო გადაუხვიე თუ ნაცმოძრაობის აზრი სწორი იყო საქართველოს მშენებლობაში რატო ჩამოშორდი მაგას თუ კომუნისტური აზრი სწორი იყო რატო ჩამოშორდი კომუნისტობას და ეხლა მიშენებ რაღაცა სხვა რაღა ვერ გავიგებთ რას გვიშენებენ კომუნისტები გარკვეულ იმაში გვეუბნებოდნენ რას აშენებდნენ ყველაფერი ამას ემსახურებოდა განათლებაც აი ახლა დღეს საქართველოს განათლება რას ემსახურება უმუშევრობას ფული იდება განათლებაში და სახლი არ შენდება ამიტომ ეს ხალხი არიან დაბოღმილები ხელჩაქნეულები გარბია სხვა ქვეყანაში ლაფატკის სამუშაოებს ეძებენ დიპლომიანი ხალხი ამიტომ უნდა ვაღიაროთ ის რომ საქართველო გაკოტრებული არის ესე იგი არ არის ბუნებრივი რესურსები გამოშრა აღარა გვაქვს ბუნებრივი რესურსები რომ რაღაცა გავყიდოთ ან ვაწარმოოთ არა გვაქვს ინტელექტუალური რესურსები. გაკოტრებულია. ბანკროპტი არის საქართველოში ყველანაირი გაგებით. ამიტომ ეგეთი მას სხვა ეუფლება. როცა ბანკი გაკოტრდება, მაღაზია რო გაკოტრდება, ის უკვე სხვა მფლობელი მოდის იმ ადგილზე. იმ ტერიტორიასაც მე მქონდა არენდით აღებული, რომელიმე დიდ მოლში, რაღაცა ერთი სექცია, რომელსაც ერქვა პატარა ჩემი მაღაზია, იმის გამო რომ გაკოტრების გზას დავადექი ლიკვიდაცია მოვახდინე ამის და ის ადგილი სხვა წაიღო. აი ესე მოხდება საქართველოში. აი ამ დიდ მარკეტში, რომელსაც პლანეტა ქვია, ერთი სექტორი გამოყოფილია ქართველებისთვის ტერიტორიაზე. როცა ეს გაკოტრდება ყველანაირად, გაუქმდებოდა სხვა შემოვამად, ასე იკარგება ტერიტორიები. თუ ეს ესე არ მოხდება, რა ვიცი, აი ყველამ ჩამაფურთხეთ ეგრე რა. თუ ცოცხალი ვიქნები ხო, თუ არა და მაინც მიხვდებიან, მე ესმენს 100%-ით მოხდება. აი ამ გზას ადგას ქართველები. და არა მარტო ეგ, არიან ქვეყნები ამ გზაზე დგანან. ესეც გვითხრა ჩვენ საღვთო წერილი და ყველაზე ძლიერმა ავტორიტეტმა ქართულ ენაზე ღმერთს რო უწოდებენ და არავინ არ იცის რა არის ღმერთი. არ დაუჯერებთ მას, მაგ ტერიტორიას ჩვენ გავკოტრდებით. გაკოტრდება იწყება მაშინ, როცა ღმერთს შორდება ადამიანის სახელმწიფო, ჩაანაცვლეს ამას ილუზიით, ილუზიონისტით, სატანით და მოჩვენებითად ილუზიურად ვითომ აგაშენებინებს ქვეყანას და ბოლოს გაგაკოტრებს. როგორც ეკონომიკური მაგალითი რომ მოვიყვანო ესეთი ილუზიით შევედი მე მარკეტში ავიღე მოლში ავიღე ადგილი ავიღე სესხები დავიწყე საქმის კეთება ხო რაღაცა საქონელი შემომაქვს მაგრამ ყიდველი აღარ არის ვერ გავთვალე ვერაფერი და თანდათან მარცხი-მარცხი გაკოტრების გზას დავადექი ამიტომ ის ადგილი მე სხვა მწამართო იმ ადგილზე მეორე დღეს რომ მივედი სულ სხვა მაღაზია იყო და იმას შემოსავალი ჰქონდა ის მოგებაზე მუშაობდა, მე არა. ჩემი ადგილი სხვა წაიღო. მე კიდე დავრჩი სხვაგან, სხვა სვეტენები. სხვას დაუდექი მოჯამაგირეთ. ნაწინასწარმეტყველები საქართველოს ტრაგედია ერთ ლოკალურად ნაწინასწარმეტყველები იყო ერთ დროში, მაგრამ მას აქვს უფრო პროფეტული ძალიან ესეთი დიდი მნიშვნელობა. ამ ნაწარმოებს საქართველოში ქვია მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები. აი ეგ არის 100%-იანი, აი 100%-იანი შესრულდა ეგა და სრულდება. ეგ წიგნი არის ბიბლიურ ენაზე რო თარგმნო, არის წინასწარმეტყველება ქართველი ერის დასასრულისა. და მის ადგილს ესე იგი გაკოტრებული თეიმურას ხევის თავი ინტელექტუალურად რესურსებით წართმეული იქნა და მის ადგილზე მოვიდა სხვა. ხო, ეს გახდა ხიზანი თავისი მოჯამაგირისა. აი ესე ფთარდება განაწარმოები.
გონიათ ეს ტყუილია? ეს დაიწერა რომ 20-იანი 30-იანი წლებია 20-იან წლებში 25 და ნახეთ რა იწინასწარმეტყველა მან ამ ნაწარმოებში ნაწინასწარმეტყველა კომუნისტური ოჯახის კრახი ნაწინასწარმეტყველა წარსულის საქართველოს კრახი რატო განიცადა თეიმურაზი ამის წარმოადგენელი ასევე ნაწინასწარმეტყველებია დღეს რომ დღევანდელი საქართველოს წარმომადგენელი ეს ჩვენ დემოკრატიული საქართველოს როა თეიმურაბს ხევის თავის სიმბოლო აქ არის აი როგორც დაამთავრებს ეს ისე ამთავრებს ნახეთ რამდენი როგორ ხიზნებად დაუდგა ქართველიერი ყველას თავადი ქართველები გვარებს შვილობით რამეთ დასავლეთში ხიზნები არიან და მოსამსახურეები არიან ჩვენ ყველა ჯაყოს ხიზნებად ვიქეცით ჯაყომ ჩვენი ადგილი დაიკავა გავიდა საზღვარგარეთ ეს და საზღვარგარეთში ნახეთ საზღვარგარეთ ჯაყუებს თეიმურაზ ხევისთავები დაუდგა მოჯამაგირეთ როგორც საქართველოში ისე გარეთ აი მას ვინ გამოსწორებს პარტიებით ეს არ გამოსწორდება ლეიბორისტული პარტიით ეგ არ გამოსწორდება რატომ ეჭყალოს შალვა ნათერაშვილმა იმიტომ რომ ეს აზრები ამისი არის სულელური ხო თვითონაც არის ის რა პარტიის თავმჯდომარეა და რასაკეთებს ეს ნახირით დადის და თვითონ არის კმაყოფილი სიფათით ყველაზე გავძეხი სახე ისე აი ივანიშვილის სახე რო შევადარგი შალვა ნათელაშვილის სახეს ივანიშვილის სახეში მაინც ტანჯვა და რაღაც აი უსიხარულობა ჩანს იცი სევდა დაყვება მის სახეს რაც აი თვალები რაღაც აი სიბრიყე და სევდა და აი ამასთან გავძეხი სახეა კმაყოფილი თვით კმაყოფილი რა აი ყველაზე მეტად რო შეხედავთ უფრო მეტად ამბიციური სახეს წარმოადგენს აი როგორ არის ფუყე კაცი ზენთაბძენია რა აი ეს რო გაიხედება ხოლმე თქვენ დააკვირდით ინტერვიუზე როცა ზის როგორ აყაფყრობს თქო ეს როგორი სახე აქვს იცი კმაყოფილი რა თან პათხალემი ივანიშვილთან არ დამიჭერია სახე ვინმეს ეტენებოდეს არავის არ ეტენება სევდიანი რაღაცნაირი ტანჯულა სახე ამას აქვს ეს რა კმაყოფილია ამ გადახედეთ თუ ვიტყვები შეისწავლეთ ნახეთ ყველა იმაში თვალებს უყურეთ მე ვინც ლაპარაკობს ნათელაშვილი ლაპარაკობს არაფერი გულიდან არ მოდის თითქოს დაპროგრამებული კაცი ლაპარაკობს რა აი თან იცინის აი გულთან არაფერი არ მეაქ ამ კაცს რა აი ეს რაღაც აი ეს ჯამბაზი არის იცით ყველანაირი თვალსაზრისით და გაკოტრებული არის და კი ვერ ხვდება რომ გაკოტრებულია და უცნაურია აი ესეთი კაცის ფინანსდება აი ამ პარლამენტის მიერ გასაოცარია პირდაპირ რა ამიტომ მან ვინმეს უნდა ქვეყნის აშენება და როგორ უნდა აშენო ქვეყანა რა არ გაქვს გარკვეული ძირითადი საკითხები არ არის წმენასთან გარკვეული საქმე ხო როცა ჩვენ ვაღიარებთ ღმერთის არსებობას ესე იგი ის ღმერთი რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ უნდა თვისებებიც უნდა ვთქვათ როგორი ღმერთი გვწამს ყველგან არსებული ყოვლის შემძლე გვეხმარება ჩვენ არ გვეხმარება ეს ვარ გავარკვიეთ რა თქმა ესეთ ერთწმენა და თუ მივალთ იმ აი შეთანხმებაზე რომ ჩვენ ეს ღმერთი რომელიც ჩვენ გვწამს არის აბსოლუტურად ძლიერი ყოვლის მწოდნე ყოვლის შემძლე მაშინ კითხვა უნდა ისოს რატო არ გვიგეთებს არაფერს რა ხდება ყოვლის შემძლე რატოა გაჩერებული ესე იგი წმენის საკითხებით ვიწყება ქვეყნის მშენებლობა სახელმწიფო რომელმაც არ გაარკვია ჯერ აი ემპირიული აი ეს ხილული სამყაროს მდგომარეობა კავშირი თუ სადმე არის არც არაფერი არ აუშენებიათ და ყოველთვის ქვეყანა რელიგიით იწყებოდა ბიბლიაში და ყველა აბსოლუტურად მონარქი ღმერთთან კავშირში არის ბიბლიასთან აი ეს რო ამის გადახვევა რო დაიწყო მეფეებმა რო დაიწყეს გადახვევა ამისგან პრობლემებიც ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე დადგა ქვეყანა მეფეთა წიგნების მთელი არსი ეგ არის რატო იქცევა ქვეყანა რატო ხდება მერე მდგმურად სხვა ქვეყანაში რატო კოტრდება ქვეყანა გაკოტრდა ისრაელი ხო როგორც სახელმწიფო გაკოტრდა ინტელექტუალურად გაკოტრდა რწმენისეულად ყველანაირი ის მეიღო მაგრამ ღმერთმა რო თავი არ დაანება მაინც მოუყარა თავი იმიტომ რომ თავის საქმე არ დაუმთავრებია მესია უნდა გამოვიდეს ეხლა სულ აღარ აინტერესებს ღმერთს ებრაელი იქნება ქართული თუ ვიღაცა მისი ხმა გადის ყველგან და ვინც იესოს აღიარებს ის არის მასთან ის აღარ აარჩევს რომელიმე ერთ-ერთს და დაუწყებს იმას მოფერებას თუ გონიათ ეხლა მანდამაიძე ღმერთი ისრაელ ერთს იცავს ხო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ დასრულებულა ბოლომდე ეგ საკითხი იმიტომ რომ მანდედან კიდე უნდა დაიწყოს ქადაგება იმ 154,000 კაცი რომელიც აპოკალიფსში არის
ეს ნამდვილად ესეა. მაგრამ ისინი აღარ აქვს ახლა რაიცი მესის ვთქვათ გამომსყიდველის მოლოდინის რაღაც ისე ფუნქცია აღარ აქვს აი ებრაელებს. მოვიდა მესია და იმიტომ მოვიდა და აღარ ვართ დამოკიდებული მასზე. არც ერთი ადამიანი, არც ერთი სახელმწიფო აღარ არის დამოკიდებული ებრაელებზე. რომ რამენაირად ვიცი მოუფრთხილდეთ ამერს მესია უნდა მოვიდეს აქედან ნაწინასწორად არ მოვა ქართველებიდან მესია არც მოვა ინგლისელებიდან. ხო პირდაპირ იყო რომ აბრაამს უწინასწარმეტყველა და თანდათან ეს წრე იკვრება იზღუდება და დადის ერთი ოჯახის ერთ პიროვნებაზე იუდაზე. იუდას შტო აი მანდედან გამოდიან მეფეები და მანდედან გამოდის აი იესო ქრისტე. სხვა 10 გვერდზე გაწია. და ის შტო იუდას შტო რო არის და ბენიამინის ეს აქეთ დატოვებულია მთელი ყურადღება აქეთკენ წავიდა. მოვიდა იესო და დამთავრდა ფუნქცია. დაკარგა ისრაელმა ერმა როგორც მესიანისტურმა ერმა. მესის რაღაცა საშო. ეგ დაკარგა. მაგრამ არ დასრულებულა, ღმერთს არ დაუსრულებია მაგასთან მუშაობა. და უამრავი უბედურებები ებრაელებს დაატყდებათ თავზე. ხო დაატყდათ აქამდე. 2000 წელი ქრისტეს მერე ყველაზე დიდი უბედურებები ყოველთვის ამას ატყდებოდა თავზე. რათა აღსრულებულიყო ის, რაც ღმერთმა თქვა. ერი რომელიც საერთოდ 2000 წელი სახელმწიფოც დაკარგა. მიმოიფანტა მსოფლიოში. მერე ღმერთმა ისევ შეკრიბა, მაგრამ აიც ნახეთ, გადახედეთ, ყულულებით დადიან. ისევ იმაში ზიან. ზუსტად იგივე საკეთებენ. რაშიდაც მხილებული იქნა ქრისტეს მიერ ეს ერი და მესიას ელოდებიან და უცნაურია გამომსხდელი კი მოვიდა. რომ მოვა ისა, მოვა ტყავის გასაძვრებად. აი ეს ელოდება გენეტიკურად ამ ერს. ამიტომ ჩვენ საქმე აღარ აქვს მაგერთან, დისტანცირებული ვართ ქრისტიანები და ახალი ერის ჩამოყალიბება დაიწყო იესო ქრისტემ, რომელსაც ქვია ქრისტიანები. და აღარც ერია მან და აღარც სისხლი, აღარც ხორცი არის სულიერი რაღაც აი უცნაური ეკლესიის მშენებლობის მოთავე არის იესო. და 2000 წელი არის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ჯერ საფუძველი დაიწყო, როდის აი ოცნელელა იდეა ადამს რომ მისცეს დაპირება იქიდან ჩავიდა. ეკლესიის ისტორია იწყება 60-ის ბაღში და არა პირველ საუკუნიდან. ხო? აი ეკლესიის ისტორია, რო წერენ წიგნებს. ყოველთვის რატომღაც იწყებენ აი რაღაც ახალი აღთქმისიმიდან, არა? არის ერთი თეოლოგი, რომელსაც 8 ტომეული წიგნი აქვს დაწერილი, ფილიპ შაფი ქვია მას, რომელსაც იწყებს იქიდან 60-ის ბაღიდან და სწორია ბიბლიიდან. რას ქვია ეს მოწყვეტი ამას. ამიტომ აი ეს ნელ-ნელა იდეა განხორციელდა, განსხეულდა და იოანეს სახარებაში იესო იძახის აღსრულდა. ხო, მან დაიძახის რატომ მიმატოვე მე? ხო, უფალო რატომ მიმატოვე მე შენ? ახსოვთ სხვა მახარებლები აი ამ იმას აფიქსირებენ. და როცა მთლიანობაში წავიკითხავთ, შევავსებთ. იესო იოანესთან იძახის აღსრულდა. ხო, მან წარმოდგენილია როგორც ღვთის ძე. ღმერთი, როგორც ღმერთის ბუნებაა იოანესთან წარმოდგენილი ამ სახარებაში. და ამის ერთობლივი კითხვა და სწავლა მაგიტომ არის კარგი, რომ შევაერთოთ ესა და მთლიანობაში ავაშენოთ ჩვენ წარმოდგენაში ქრისტის ბუნება როგორია თავიდან ბოლომდე. და არ ვიხემწონოთ მხოლოდ ერთით. ასე რომ ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული ებრაელებზე. იესო უკვე ყველასთან, სული წმინდა ყველასთან არის. ადრე კი დამოკიდებული ვიყავით. თუ ეს გაწყვეტებდა, გაწყდებოდა ეგერი, იესო ქრისტე ვერ გამოვიდოდა მანდედან. და ამას ღმერთი არ დაუშვებდა. აკი, არც დაუშვა. მიუხედავად იმისა, რამდენი ისინი დაატყდა უბედურება ისრაელერს, მაინც ვერ განადგურდა. იყო საშიშროება ბევრჯერ. ჯერ ეგვიპტეს დროს გაწყვეტა ამ ერის. ხო. მერე კიდე უდაბნოში ხეტიალის დროს კიდე ერთხელ გაწყვეტა ამ ერისა. შემდეგ ბაბილონში გადასახლება გაწყვეტა ამ ერისა. მერე გიტლერი, ახლა აქეთ აღარც ითვლება უკვე არაფერი პრობლემა. მაგრამ რატო არ დააშვებინა? იმიტომ რომ და მაგ წეახში უნდა მოვიდეს მეორედ იერუსალიმში ამ ებრაელი ერისთვის, რათა ყველამ დაინახოს რა გააკეთეს. საქართველოში კი არ მოვა რო იძახიან, საქართველოში მოვა იესო ქრისტეო. ეგ არ სადაც წერია. ამიტომ ჩვენ ქრისტიანები უკვე
აღარა ვართ დამოკიდებული ებრაელ ერზე, ჩვენ ვართ დამოკიდებული იესო ქრისტეზე, ჩვენ გვჯერა იესო ქრისტე, რას გააკეთებს, როდის მოვა და ჩვენ იმას ველოდებით და არა ებრაელ ერს. უბრალოდ თვალყურს ვადევნებთ. და არც მიიღებს ებრაელი ერი ჩვენ ისევე მოგვექცევა ჩვენ როგორც ექცეოდა პავლეს და იესო ქრისტეს. ებრაელი ერი ქვებით გამოგვეკიდება თუ ჩვენ იქ ქრისტიანობას დავიწყებთ ქუჩა-ქუჩა ქრისტესიმა. გამოგვეკიდებიან ეგ ნამდვილი არის. ხო. ამიტომ არც არის საჭირო. ეაში გჭირდება ჩვენ. თავარია ჩვენ მივიღოთ ეს. მოკლედ, ებრაელ ერზე ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული. მაგრამ ვინც გადარჩება ებრაელი ერიდან, ეს იქნება ძალიან მცირე. ზღვის ქვიშასავით მრავალერი იყოს მცირედი გადარჩება ისაია იძახის. ისრაელ ერზე. მე რა რომ ხარ იქ არა, ცოტანი გადარჩებიან. ვინ გადარჩება? ვინც მაგ ერში, ისრაელ ერში იესო ქრისტეს მიიღებს, როგორც მხნეს და ნაციონალიზმს პირს ზურგს შეაქცევს. ასეთები პირველები იყვნენ ვინ? პავლე, მოციქულები ყველა, პირველი ქრისტიანები გამოვიდნენ ებრაულ წიაღიდან და ებრაელები ამათ დაძდებდნენ, ტყავსადროდნენ. პირველი ქრისტიანი ებრაელებს და მერე წარმართებიც რო გაქრისტიანდნენ და ერთად იყო ესენი სულ ყველა ერთად, ამათი მტერი იყო ვინ პირველ რიგში? ებრაელები. და აბეზღებდნენ რომის იმპერატორებთან. ხო აშინებდნენ თუ შენ ამას ესე არ დაჭი გახსოვთ პილატეს ეუნებიან თუ შენ ამას გაანთავისუფლებ შენ არ ახარ კეისრის ესა მოყარე მტერი იქნებიო შეეშინდა მაგას და გადაუდო ხალხს აი აგერ განთავისუფლება ხო არის საჭირო განთავისუფლება პასექის წინ ხდებოდა ესეთი რამე დღესასწაულის წინ და ვინ გაგინთავისუფლოთ აი ბარაბა ირჩია ხალხმა და ეს ამბავი მე კიდეს რაც გააკეთა ისრაელმა პეტრე სახალხოდ მის გამოსვლაში მესამე თავი აღწერს ამას საქმე მოციქულთაში პირდაპირ კიდე გაიმეორეს რა დანაშაული მიუძღვის ამერს პირდაპირ და მე მოწოდებაზე რო იცი რა არის ლაპარაკოთ რა ამაზე ხო საქმე მოციქულთაში ესეთი რამეა დაიბარეს და არის ლაპარაკოთ ამაზეო რანაირად თუ თქვენ დაგიჯეროთ და ღმერთს არ დაუჯეროთო ნახეთ ყოველთვის ეს ლაიტ მოტივად გაზდებს ეს სიტყვა არის ლაპარაკო ბიბლიაზე აი საქმე მოციქულთაში არის ზუსტად ეგა ხო რომ უკრძალავდნენ ლაპარაკს ამაზე არის ლაპარაკოთ თორე პრობლემა გექნებათ და ახლა სამართლიანი იქნებაო რომ თქვენ დაგიჯეროთო და ღმერთს არაო პეტრე და იოანე იძახის ამას ნახეთ დღესაც აქტუალურია ეგ და პრობლემა რო თუ აქ ქრისტიანებს მხოლოდ იმიტომ რომ გეუნებიან არის ლაპარაკო ამაზე და თუ ილაპარაკებს სხვადასხვა ფორმა არის თქვა დაჯისა იმის დამიხვდით ეპოქაში რა არის რა ღირებულებებია დღეს მაგალითად თუ ილაპარაკებ ამაზე აუცილებლად უნდა გაგინონ გლანძღონ გამოიყოფა პიროვნება რომ შენ შეგასხას ტალახი და გააფთრებული დაუშვათ სატანა როცა გააფთრებულია და განსაკუთრებით ვერიტანს რომელიც ღმერთთან მიდის ყავს მაგის თავის დამქაშები და აი ესეთ სიტყვას ათქმევინებს არის ლაპარაკო ამაზე თუ ამაზე არის ლაპარაკებ მე შენ აღარ გაგლანძღავ ერთ-ერთმა თავგასიებულმა იმ ქალმა ზუსტად ეგ დაწერა პოსტში ერთმა რო უთხრა რა გაუჭირე ამ ხალხს საქმე დაანებოს ამ კაცმა ამაზე ლაპარაკს თავიო და აღარ გავლანძღავ გამახსენდა საქმე მოციქულთა აი მე არ ვიტყვები პოსტი ესეთი აქვს შევძანე და ნახეთ ამ კაცს მე დავანებებ თავს ბიბლიაზე არის ლაპარაკოსო რა უცნაურია რა და 2000 წლის უკან ზუსტად ესე უთხრეს პეტრეს და ემას ამაზე არის ლაპარაკო რა და არ არის პრობლემაო და რა გასცამან მართებული იქნება ახლა თქვენ დაგიჯეროთო და ღმერთს არაო ახლა მართებული იქნება რომ მე მხოლოდ იმის გამო რომ ვინმე არ გამლანძღოს მე ამაზე არ ვილაპარაკო მაშინ არ არის მოწმუნე ვარ ხო ჯერ ეს საშუალებაა ხო იქ კიდე თქვათ დაიჭირეს ისინი ჩიხეს ჩავსეს მაგრამ საქმეს საქმეებს რო აკეთებდა ისა გამოშვებული იქნა თავის დროზე უდროდ არც არავინ არ დახოცილა მაგრამ ღმერთმა უწინასწარ მეტყოლე ამ საქმის გამო თქვენ შემეწირებით მე მაგრამ ეგ არ არის მე ბძირე სატანას ჩემთან იქნებით მართლაც ყველა მოციქულმა ერთის გარდა მოწამებრივი სიკვდილით დაამთავრა სიცოცხლე საქმე კი გააკეთეს არა თუ არა აი მთელი 2000 წელია ნახე მოედო ქრისტიანობა ყველა ზოგს ფორმალურად აქვს ეგატაცებული ზოგს მაგრამ მაინც ქრისტეს სახელის განდიდებას აქვს ადგილი ამიტომ აი როგორ აქტუალურია იცი არც უფიქრე იმას რომ ამის ანალოგია შეეროიძახი დაანებოს ამას ლაპარაკს თავი ამაზე არის ლაპარაკოს ბიბლიაზე არა და მაგიტომ ლანძღავ და საქმე მოციქულთაში ჩაიხედეთ თუ იგივე არის აი როგორ მუშაობს სატანა
ამუტვინო მეგეც არის ეს. დავანებო ღმერთის სწავლას თავი, ბიბლიას თავი და ეგ იქნება სწორი და შენ დაგიჯერო? დაგიჯერო მხოლოდ იმიტომ რომ შენ ლანძღავ და მაგინებ? მე რას დამაკლებ რო? ძალაუფლება შენ არა გაქვს. რომ მქონდეს მაინც არ დავანებებ. იმიტომ რომ იმათ უფრო მეტი ძალაუფლება ქონდა დაეჭირა ციხეში კაცი ტყავი გაეცრო და გააძრეს კიდევაც. და ეხლა ასეთ ჰუმანიტარულ იმაში მხოლოდ იმიტომ რომ შენ მე არ გავილანწყო და უიმე თავი მომეჭრება, უიმე ჭორებს მიყრე, უიმე ცილის წამებას, ხან გამათახსირე, ხან რაღაცა იმასე, ამიტომ დავანებებ თავს და გარიგებას აქვს შანტაჟი. დავანებებ კი არა, ორმაგად ვილაპარაკებ და ტყავს შენ გაგაწრობ. და თვითონ ღმერთი გაგაძრობს ტყავს, იმიტომ რომ შენ მაინც ვერ გააკეთებ ვერაფერს, იმიტომ რომ შენ სატანის საქმეს აკეთებ. მე კიდე ღმერთისა. როგორ ჩემი ძლია. და ჩემი გამხილველი და გამკეკა ვის არის და არა შენ. ეს ასოციაციები გამიჩნდა უცებ. საქმე მოციქულთაში არის ეგეთ ზუსტად ამას თხოვენ. ასევე თხოვდნენ უკვე მე-16 საუკუნეში იყო პიროვნება, ხო, ბრიტანეთში. დაიბარეს და უთხრეს. გამოგიშვებთ ციხიდან, არ ლაპარაკო რა ქუჩაზე ამაზეო რა, ბიბლიაზე. ეს კაცი იყო ჯონ ბუნიანი. არა უთქვა. ვერ გავჩერდები. ამიტომ 12 წელი შეაგდეს ციხეში. რა იქ ადაგებდა, იქ დაწერა წიგნები. ღმერთმა იქ დაწერა მაინც. რა ამით რას დააკლებენ. ასე რომ ეგ ძალიან ისეთი ხერხი არის, ისეც არის ის როგორ გაიმეორე შენ სატანური აზრი. და ამით პირდაპირ ხილებული ხარ. როგორც სატანის ერთ-ერთი მოციქული და თუ არ მოინანიებ, იმ ბედს გაიზიარებ, რაც იუდამ და ხალხმა გაიზიარა და იჯახე ახლა მე მორწმუნე ვარ, არაფერი კი შენ არ გესმის. და ამიტომ მე ახლა ადამიანებში კი არ ვიკითხები ხა, ვისაც რა უნდა ის მითხრას პირადად ჩემზე. არ არის პრობლემა. მხოლოდ იმის გამო, თავი არ მომჭრა რა, მე რა ცელის წამება და ამას დავანებებ თავს და გარიგება გავაკეთოთ. ხო, კაი, დავხურავ ამას და კი, რა ტყა შენი ტყვი. ქრისტეს არ იყოს, მე რო გავჩერდე, ქვები აღაღანდებია. ქვები დაიწყებს ლაპარაკსო. ეს ისეთი რამეა, მაინც სხვა ალაპარაკდება. სხვას ალაპარაკებს, მე რო გავჩერდე. სხვას ალაპარაკებს, მე რო გავჩერდე, მე ტყავი გამძვრება. ხო, ეს საბჭოთა პროდუქტი, იმიტომ რომ ინფუზორიიდან არის და მაიმუნი არის ამის წინაპარი. და მაიმუნური ქცევებიც იმიტომ აქვს. მაიმუნური ლექსიკონი და მამაძაღლური ყველაფერი. ასე რომ ეგრე პრობლემაა. ჩვენ კიდე უფრო და უფრო გავაძლიერებთ ქრისტიანული რწმენის მიტანას იმათ გულებში, ვისაც მართლა გული უფეთქავს, ვისაც არა თვითონ წავა რა პრობლემაა ეგ არა. ხო, აი აზრი, ესე იგი, ერთიანი აზრი თუ არ შემუშავდა ახლა 100 აზრით, როდის იყო ან სახლი აშენებულა, ან ერთ მუშას დაადგეს 10 განსხვავებული წარმოებული და ერთმანეთში კამათობდნენ. ის მუშა დაჯდებოდა და უსაქმურად იქნება, სანამ ისინი დირექტივები ხო უნდა მივიღო. დირექტივებს მე ვერ მივიღებ, სანამ ჩემი უფროსები კამათობენ. ერთი ჭუბება ესე გააკეთოს, მეორე იმის და მე კიდე ვისვენებ პაპიროს ვეწები სიტყვაზე ვიძახი. ხო, როდის და ამუშავდები მე? როცა ისინი ერთ აზრზე შეთანხმდებიან კი. მთელი საქართველო არის აი ამ მდგომარეობაში. არაფერი მან არ კეთდება. ამიტომ შემოდის სხვა ადამიანები, ასაღებენ თავენ პროდუქციას. ხალხი კიდე გარბის, ტელევიზორში კიდე თავკომბალები ზიან და მრავალპარტიულობა, დემოკრატია და თუ წამოაყენებენ 30 კანდიდატს დემოკრატიის მაჩვენებელი. რეაში მაგათგვინდა. ამერიკის პრეზიდენტობაში 5 კაცი გინახიათ ან 4, ყოველთვის იყო 2. ყოველთვის ბოლოს რა. სიმბოლურად ერთი ვითომ დამოუკიდებელი, რომელიც ისტორიაში არც გასულა. ყოველთვის არის 2 კანდიდატი. ერთი მომქმედი პრეზიდენტი და იშვიათია მე არ მახსოვს 1-2 გამონაკლისის გარდა რომ მოქმედ პრეზიდენტს მეორედ არ ეყაროს წილი. ეგეთ რამე არ მახსოვს. და უპირისპირდება მას მეორე პარტიიდან. იმ პარტიიდან არ შეიძლება მეორე კანდიდატი მეორე წელს, აი მაგალითად, ახლა რო იქნება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომ თუ რომელიმე არის, თქვა, დემოკრატი, ობამა მაგალითად, დემოკრატი ობამა და უპირისპირდება ამას დემოკრატს კიდე დემოკრატი. ეგეთ რამე არ შეიძლება. ობამა მეორედ კენჭი იყარა და დაუპირისპირდა რესპუბლიკელები და მოიგო მეორე არჩევნებიც. მან ვერ გავიგე აი ეს რაჯანდაბა არის, რას აშენებენ, რისთვის არის ეს პრეზიდენტი, ეს მინისტრები რა შმაკად გვინდა. რა არაფერი, ეს ხევივით არის საქართველო და ხევის თავები ჭამენ და თლიან, დროს ატარებენ და ჭაჭყანობენ. ზოგი ჩართული ამაში, ზოგი კვდება, ზოგი ამ ჭაჭყანს უკვე ყელში ამოვიდა გარბის მანდედან. ახალგაზრდებია და პლანი შეუყარეს და გადაობენ. იცით როგორ არის, აი დაემსგავსა საქართველო განსაკუთრებით ახალგაზრდა სექტორს რო გადავხედოთ, იმ ოჯახს გახარებულები რო არიან, მამა და დედა ყურადღებას აღარ აქცევს და ყირაზე დგანან. რასაც უნდა იმას აკეთებენ.
ზუსტად ჩვენი საქართველოს ახალგაზრდა ესე პლანი დაუდეს, მოარიხუანა თავისუფლება, მიდის გულაობა რა მაგხრივ. ასე ქვეყანა აშენდება. დადეს მოკლედ ლეგალიზაცია მარიხუანას და არჩევენ ამ საქმეს გამიგი აწყდებიან ერთმანეთს. თუ ერთი გამოვა და იტყვის ძალიან ესეთი ცოტა დაულაგებელი ლოგიკით მთელ რიგ რაღაცებს ეტაკებიან და იცი რა შენ გასული საუკუნის კაცი ხარ. გაცხარებულ კამაჩი ჩვენი გივის სიხარულზე ჩაება და მოთხარა ბათუმელი ერთი წარმომადგენელი და შევარცხვინე ისე რა ეს რა აი ამას აკანონებენო და რაღაცა. ხო და ევან უთხარა რომ შენ ხარ გასული საუკუნის კაციო. ამან გახარებულმა ძალიანაც კარგი რომ მე-16 საუკუნის კაციო რომ ადოლობელი ვარ ამით. აი ამ დავაკამათში არის ყველაფერი. ასკდებიან ერთმანეთს და ორივე მერე გაძღება რესტორანში. ერთიც და მეორეც. ერთმანეთს შეხვდებიან შეიძლება ხელი ჩამოართვან. აი ესეთ ცირკს დაემსგავსა საქართველოს და ძალიან მომრავლდნენ ჯამბაზები. პოლიტიკურ სივრცეში ხევა სულ ჯამბაზები არიან ტელე გადაცემებიც წავიდა საცირკოს სანახაობად იქცა საქართველოს ტელერადიო საშუალებები. გაზეთები არის გაუთავებელი ჭორები. ყველაზე მეტად საღდება გაზეთი ვის რამდენი შვილი ყავს, ვისგან აყავს, ვიქალი ვისთან წვება, კაც რამ სიგძეაბია, ჰომოსექსუალისტია როგორია და ტრანსგენდერმა როგორ გაიკეთა, სად გაიკეთა, სულ ამით არის ხალხი დაკავებული. და ესე მეგობრებო, ქვეყანა აშენდება. ბატონო, საჩხი არის საქართველოს პირდაპირ გაგებით, ეს არ არის, ვისაც გულზე ხვდება. ეს მისი პრობლემა. მოხდეს გულზე რა პრობლემაა? მე კი ვიცახი რომ ასე ქვეყანა არ აშენებულა. არც აშენდება და არც არასოდეს აშენების გზაზე არ იქნება. გამორიცხულია. დანგრევით კი ინგრევა. სახეზე დღეს დანგრევა არის. თვითმყოფადობა საქართველოს მოსახლეობისა. ამას შედის ქართველი მოსახლეობა, სომხური, ენოვანი, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. აი ესენი განადგურდებიან და პირველი განადგურებას დაასწრებს ქართველენოვანი ერი. ქართული ენა რომ მშობლიურ ენათა. აი ესენი განადგურდებიან და ნადგურდებიან. შევსება კი სხვა ქვეყნიდან მოდის. მაგრამ რომ მრავალპარტიულობა სატანიდან არის. არანაირი მრავალპარტიულობა, ევროპა თუ მრავალპარტიულია, იმიტომ აქ კარგად საქმე. ამერიკა არის მრავალპარტიული. ერთი ამათ, ერთი აზრია. ორი განსხვავებული, აი ორი ურთიერთგამომრიცხავი კი არა. აი ერთმანეთს რო ეხმარებიან, სად, როგორ ისმედის ჭიდელი. და ხანდახან ერთი იმარჯვებს და ერთია სულ. დაყაბულდე უნდა. დემოკრატები, რესპუბლიკელები. მოსახლეობაც ესე იყოფა. დემოკრატიული პარტიის წევრები, რესპუბლიკელები. არჩევნების დროს ერთი დემოკრატს აძლევს, მეორე რესპუბლიკელს. დათვლიან ხმებს და ვინც გაიმარჯვა, აი რესპუბლიკელი ამდენია, დემოკრატი ამდენია. უმრავლესობით ვინ მოვიდა? ის არის კონგრესში და ქვედა პალატაში წარმომადგენელი და ცოტაა განსხვავება. ასევე პრეზიდენტი, რომელიც მოვა, არ არსებობს რომელიმე თუ ესეთი არის დაუწყოს კრიტიკა. პრეზიდენტს აქ ყველა პატივს ცემს, ხალხის არჩეულია და იმიტომ და იქ უმრავლესობით შეიძლება იყოს დემოკრატი, 1-2 კაცის ხმით და პრეზიდენტი არ იყოს დემოკრატი. მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი ეს შეურყეველი რამეა და არანაირად ყავს გარა გააცრობენ. თუ რაიმე სახელმწიფო შეცდომ არ დაუშვა, იმპიჩმენტს არ მოუწყობენ. მათ ხომ აქვთ ხმათა უმრავლესობა. არ აკეთებენ ამას. აი, არ მოწონთ ხო, თქვათ, აი ეს პრეზიდენტი, მოქმედი 2 წელია მიდის უკვე და დამთავრდება 2 წელი, ხო? 2 წელი დარჩა კიდე ამას. აი, იმპიჩმენტს ვერ უწყობენ. რა რის საფუძველზე უნდა მოუწყო იმპიჩმენტი? აი, რანაირად? რატო უნდა გადააგდო პრეზიდენტი? სახელმწიფოს ძირს უთხრის? რამე გაყიდა საზღვარგარეთზე სახელმწიფო, შემოიყვანა აგენტები? პირიქით, ამას გააზრე, რაც შეიძლება მეტად განამტკიცოს სახელმწიფო. მაგრამ ოპონენტებს მეაჩნიათ რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ არ ჭირს ამერიკას ისეთი რომ ესეთი მკაცრი იმაში მოგვამწყდიო შენ. და ასეთი ნაწილი არის დემოკრატები, იმიტომ რომ ისინი არიან ლიბერალები. და სიმკაცრე რომელიც რესპუბლიკელებს ახასიათებს კონსერვატორულობა, აი უმრავლესობისთვის ცოტა მიუღებელია და დათმობაზე მიდიან და ელოდებიან იმ დროს, როცა მომრიგ არჩევნებში თავისი კაცი გავა. მერე თუ ყელში ამოუვათ ეს ლიბერალური აზრები და ნამეტანი ხალხმა მარიხუანას წევა დაიწყო. ყველა ხომ არ გახდება ლიბერალი 100%-ით. არიან დემოკრატები. იგივე ეს ხალხი ახლა ამას დაუჭერს მხარს. თუ ამოვიდა ყელშეს, ვთქვათ, მარიხუანას მწეველი ქუჩებში და მე მოვა ტიპი და ხმათა უმრავლესობით და გადაწყვეტილებით შეამცირებს ამ იმეებს. კი არ აკრძალავს. შემცირება მიდის. ლიბერალები აფართოებენ, კონსერვატორები ამცირებენ. მაგრამ არც ერთი არ სპობს არაფერს.
შემცირება. ესეთი გადაგებები მიდის და გამოსვლები პოლიტიკურ იმაში. აბატონო, ამერიკის შეერთებული შტატები თუ არის სანიმუშო საქართველოსთვის, მანდ მრავალპარტიულობა არ არის. პლურალიზმი რო არის ამერიკაში, აზრების პლურალიზმი კი არ არის, რომ ერთი აზრი კატასტროფულად ეწინააღმდეგება მეორეს. პირველ ეტაპზე შეიძლება ასე იყოს. ვინ აშენებს, რომელი აზრი ჩენდება. და შენებლობას, აი ეს აზრი განსხვავებული ხელს არ უშლის, გაჩერებულია და აბა ნახოთ რას ააშენებს. სხვა სიტყვებით, მაგალითად გაიმარჯვა თქვენ აზრმა. მე გეკამათებით, ხომ? მაგრამ შენი აზრმა გაიმარჯვა. დაიწყე სახლის მშენება. მე შენებლებაში ხელს არ გიშლე. მონაც ვარ, ცალკე ვდგევარ და გიყურებ, აბა რას ააშენებ. და თუ კარგი არ ამოვიდა, შენობა, მაშინ ვიწყებ კრიტიკას და ხალხი ჩემზე გადმოდის. მაგრამ ხელს არ გიშლე. საქართველოში სულ ხელი შეშლა რა. დაიწყებ რაღაცის კეთებას გამოგიხტებიან და კარგი რა, გაიმარჯვა ერთმა, გადაკე გვერდზე. დაელოდა. და შეუწყო ხელი პარლამენტში როზიან ვითომ ოპოზიციონერები. რაჯანდაბათ მინდა ოპოზიცია და პოზიცია კი არ მინდა პარლამენტში. მე მინდა პარლამენტმა შეიმუშაოს კანონები, რომლის კანონებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ მშენებლობას. აბა მითხარით, რა მშენებლობა მიდის საქართველოში? გარდა იმ ხეების გადარგვისა, სასტუმროების თავისთვის რო იშენებენ და იქ ვერასოდეს ვერ შევა ხატაკი ქართველი. ეგ სასტუმროები არის სტუმრებისთვის. და მე სახლი არ ამაქვს და სტუმარს სახლი დაუდგეს, სწორია? ჯერ მასპინძელს უნდა კონდეს სახლი და მერე სტუმრისთვისაც უნდა ვიზრუნოთ. ხო? მერე ჩემი სახლში ერთი გამოყოფილი ადგილია სტუმრისთვისაც. მანდ მოსახლეობა სახლები წაართვეს. დაურიგეს სულ სხვა ხალხს. რა გააკეთა ბანკებმა? ჩაადებინა ხალხს ფული. ვერ გადაიხატეს, ვერ გამოისყიდეს თავის სახლები. წაართმეული იქნა სახლები და სახლები ხუნა გაიყიდოს. ვიზე იყიდება? წართმეულს ხوار მიყიდი, მას ფული არ აქვს. იყიდება შემომსრულებზე. ვინ არიან ეგეთი? თურქები და ირანელები. აი რატო იყიდება ეგ სახლები მაგეებზე? აბატონო, მითხარით ეგ არის აზრი? და ესენი ტყვიან ქართველები პატრიოტები ვართ, ხო? და ან ის მღვდლები რო დადიან, წვერცარცარა მღვდლები და აცანცარებენ ამ წვერებს, ზღაპრები და მითოლოგიით რო ყვებავენ მოსახლეობაზე, ათაყვანებენ. ამას არ უყურებენ, ხო? ამიტომ ერის პრობლემა არის მისი ცნობიერება დიდი რაოდენობით საიდან იღებს ამ აზრებს, რით იკვებება ცნობიერება. წარმართობით. ამიტომ გამსაზღვრელი ქვეყანაში რელიგიაა. რელიგია იმიტომ რომ უკავშირდება იქითა ქვეყანას ვითომ. და არასწორი წარმოდგენა რო გაქვს იქითა ქვეყანაზე, როგორ ააშენებ აქ დროებით ნორმალურ ქვეყანას. ამიტომ იქ უნდა გაასწორო ურთიერთობა და მერე გასწორდება. ევროპამ დასავლეთმა თავის დროზე ამაზე იმუშავა. ახლა გონიათ ესე რომ არის აშენებული, გონიათ რა ჰუმანიტარებმა ააშენეს და ათეისტებმა? ეს ამერიკა აშენებულია ქრისტიანების. აი გადმოვიდნენ ევროპიდან პირველი რა, ის გადმოიტანა, მოშორდნენ რა კოლექტიურ და სახელმწიფო რელიგიას, როგორც იყო კათოლიციზმი. ევროპაში კათოლიკური ქვეყნებიდან გამოექცნენ, ხო, ძირითადად კათოლიციზმი რეალებდა მათ. ხო, პროტესტანტული იმიდან ნაკლებად მოდიან, ესე ირლანდიელებით, იტალიელებით, ესპანელებით, შტატები რატო ასავსენ? ამიხსენით, რომ ძირითადად ესენი არიან, ნაკლები არის გერმანელები, შვეიცარიელები, პროცენტულად. სკანდინავიის ქვეყნები არიან, მაგრამ ნაკლები, რატო? იმიტომ რომ პროტესტანტული იყო ის ქვეყანა ევროპაში. და ნაკლები ჩარევა იყო რა ეკლესიისა ცხოვრებაში. ტყავის გაძრობა და ცოლს არ გაეყარო, შვილს გამოიყენა კათოლიციზმი და ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს. მიატოვეს ესეთი ისე. გადმოვიდნენ აქ. რომ ამერიკის შეერთებული შტატებში არ იყო არც კათოლიციზმი და არც პროტესტანტიზმი. აქ იყო სულ სხვა რაღაცა ესეთი წარმართული რელიგია, ინდიელები იყვნენ და ათასნაირი ტომები იყვნენ აქ, რომლებიც არაფერს არ აკეთებდნენ და ადგილს აცდენდნენ. ღმერთი არ დაუშვებდა ამას. ამოვიდა ევროპიდან ხალხი, სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ინტელექტუალური რესურსის აუცილებლად მატარებელი ხალხი და დახვდათ ადგილობრივი რესურსები. ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე იყო სიმდიდრე, ნავთობი, გაზი, ყველაფერია ეს რესურსები. ამდენად 9,300,000 კვადრატული კილომეტრია. 9,300,000 უზარმაზარი ქვეყანა არის. ბოლომდე კიდე შევსებული არ არის, იმიტომ რომ მოსახლეობა 330 მილიონი არის, 320-დან 30-მდე არის. ძველი მონაცემები 320 მილიონი იყო, ეხლა მოიმატებდა დარწმუნებული ვარ, 10 წლის მონაცემები ესეთია. 320 მილიონი. ეხლა იქნება 330 მილიონი თავისუფლად. და მაგ ტერიტორიაზე დაეტევა 1 მილიარდი. ცარიელი ადგილები. ხო, შესავსებია. აი როგორ აშენდა ეს ამერიკის შეერთებული შტატები. აქ ხალხი გამოიქცა სწორედ იმას, რომ
დიქტატი იყო რა, ტოლუ რაღაცა კოლექტიური რელიგიისა. ხო ეს მართლმადიდებლობიდან გამოქცეული იქნებოდა თუ კათოლიციზმიდან, ხო ეს იქნებოდა ბულგარელები, სლავები, ვინც იქნებოდა, ხო არიან, მაგრამ დიდი რაოდენობით. Აიც მოდის ემიგრაცია იტალიელები, ირლანდიელები, აი ესეთი ხალხი მოვიდნენ. ბრიტანელები წამოვიდნენ, იმიტომ რომ ბრიტანელებთან ეს ანგლიკანობა იგივე კათოლიციზმის ნაირსახეობა არის. ანგლიკანობა. და აქ ამერიკაში სპეციფიურად ესე იგი ბიბლიური ქრისტიანების შეიკრიბა ესენი. და წავიდა რა ბიბლიის შესწავლა, გაძლიერებულად და ევროპიდან მივიწყებული ბიბლია ამერიკამ ჩაიდო და სულ ყველა თემა დაამუშავა. ყველაზე მეტი თეოლოგები ამერიკის შეერთებულ შტატებს აყავს. თან ევანგელისტები. და ამასაც შეეპარა ახლა ნელ-ნელა, მაგრამ მე ისტორიას ვიხილავ ახლა. რაზეა აშენებული? არ შენდება ესეთი მრავალპარტიულობით ქვეყანა არ შენდება. ქვეყანა შენდება ერთი აზრით და ეს აზრი ღმერთთან უნდა იყოს ჩართული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო. შეძლეს ევროპის აი ეს მათ ქვეყნებმა აყვავებული და ეხლა ნელ-ნელა უკვე ცოტა გაამაყდები ადამიანს მოსდეს და გონი რაღაც ვჭირდება ღმერთი. მაგრამ მაინც კერები არის დასავლეთ ამერიკაში და უკანასკნელი მოხიკანების სიყვარულისა გამო არ გვემხობა თავზე არც კანადა და არც ამერიკა. ხო, არ დაუშვებს ამას ღმერთი. ხო, აღარ არის დამსჯელი ღმერთი. აღარ ჯის აღარ არის 2000 წელზე მეტი არის. აქ და აღარ იჯება, ხო, აგერ ვიგინდარობს და არაფერი არ მოსდეს, ხელი არ უხმება. და ელემენტარულად საქმე მოციქულთა მეხუთე თავი გახსოვთ? იყო ცოლქმარი ანანია და საფირა, გაყიდეს ყანები, მამულები, იცით რომ პირველ საუკუნეში ყველა გახარებული იყო პირველი ქრისტიანები. ყიდიან თავის საერთო აქვთ ყველაფერი, თავის ყანები რო გაყიდეს ყველა ფული შეიტანა. აი დააკვირდით, ქურდებს საიდან აქვთ ოფშიაკი აღებული? ბიბლიიდან. ოფშიაკი რო და როგორც ალანძღავად არის, ოფშიაკია, ბიუჯეტი სახელმწიფოს საიდან არის? ბიბლიიდან. ყველა საერთო ქონება იქ შედის. ჩვენი ქონება მიდის იქ გვაჭრიან რაღაცებს და იდება ბიუჯეტში. იქიდან მიდის გადანაწილება. ყველაფერი საერთო გვაქვს ჩვენს, როცა ნორმალურად არის ქვეყანაში. საიდან იღებს ამას საფუძველს? საიდან? ბიბლიიდან, მეგობრებო. პირველ ეტაპზე, როდესაც ქრისტიანები იკრიბებიან, ყველას ნახეთ გახარებული არიან, ხო, ყიდიან თავის ნაკვეთს, ყანებს და მოაქვთ და დებენ საერთოში. საერთო რო ეს საერთო ყველას კუთვნილება არის. ერთ-ერთმა ოჯახმა, ცოლქმარმა გაყიდული ყანიდან გადამალეს ფული და ცოტა მოიტანეს. ხილებული იქნა იმ წავშე და პეტრე ეუნება. რატომ განიზრახეს სული წმინდეს მოტყუილიო? ვინმე გეუნებოდა ამასო? შენი ყანა გინდა გაყიდე, გინდა არ გაყიდე. ნააკვირდით რა შეუნება? მერე რა პრობლემა ესა? მინდა გაწალა. და ახლა იმის გამო რომ სული წმინდა მოატყუეს შენო. დაეცა და მოკვდა. აი ესეთ რამე დღეს კი აღარ არის. აი ღმერთმა ეს რისხვა შეაჩერა. თორე წერებოდა ეს. ასევე ცოლი რო შემოვიდა, იმანაც იგივე ტყუილი თქვა, ისეც გაიტანეს. მაგარი ადგილია. დღეს ისეა გათავხედებული, ვიგინდარა, რომ არაფერიც არ მომდის. გინდა მოიტყუე, გავიწყდება რომ ღმერთს თავისი ამოცანა აქვს და გატყდება ყველას რისხვა, ვინც ესე ფიქრობს. ისე ვის ღმერთი არის, რომელიც იყო ადრე, ისე ვის არის დღესაც და იქნება მარადი. ეს არც არ წასულა. უბრალოდ აღარ აქვს თვითონ გააჩერა ეგ. რათა უფრო მეტად გათავხედეს მოსახლეობა და შევიდეს იმ წმენაში, რომ აგერ ბატონო, მეძაობ, არაფერი არ მომდის. ვქურდობ, ვიპარავ, არაფერი არ მომდის. რამდენი სიტყვება ადამიანი, არაფერი არ მოსდის, უფრო და უფრო ილუზიაში შედიან საითკენ, რომ ღმერთი არ არის. და როცა წაიკითხავ ამას, ეს ღაპარია. ამ დებილებმა ისეც არის ის რომ არის, როგორ არ არის, უბრალოდ ეხლა არაკეთებს ამას იმის გამო, რომ მიცემული არის, აგრეთვე დებს ბიბლიაში, მორწმუნებს ელოდება. და ბოლოს აბა რო წერია, იქნება განკითხვაო. რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა განმიკითხავს თუ მერე? ხო, მერე რო განმიკითხავს, დასაღუპად იქნება განკითხვა. ეხლა რო დაიწყოს, შეშინდება, მაგრამ დღეს იგივე რო განმეორდეს, გახსოვთ ალბათ იგივე საქმე მოციქულთაში, ის თავი მაქვს ხედულობაში, მეხუთე თავი. ყველამ რო დაინახა ესა, აუ როგორ ის მოხდა იცით? ძლიერი ეფექტი იყო რა. აი ღმერთის გამოვლენა იგრძნო ყველამ. აი ეხლაც ეგ რო მოხდეს, იცით როგორ ის რამე მოხდება? ამიტომ ღმერთი არა, უფრო შეცდომაში შევა ხალხი. აგერ წმენად დაიჯერა. შეუძლია იმ ღმერთს, რომელმაც ტყუილისათვის ანანია და საპირა გაასვენა, იმას შეუძლია დღესაც ტყუილისთვის იგივე გაუკეთოს ადამიანს. რატო არ უკეთებს, იცით?
დაწერილი ეგა. აი ამას გააკეთებს მერე. ხო? მერე რო გააკეთებს, გვიანი იქნება შენთვის. აქ კიდე ბევრმა შეიძლება შიშის გამო შეეტენოს ღმერთს. ამიტომ დაშვებული ესე. დებს წიგნი, გჯერა, რწმენით დაელოდე და გეუბნება. არ ვჯი ვინც იპარავს. ეხლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ეს ვიწონებ. ქურდი იქნება, ყაჩაღი, მეძავი თუ ვიღაცა, ღმერთი დღეს მაგას არ სჯის, აშკარად ისე როგორც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იწონებს ამას, ამ ჩადენილ საქციებს წინ დაგიდებს მერე. ამიტომ დადებულია ბიბლია და დავიჯეროთ ეგა. და სულაც არ გადავალ ურწმუნებაში მხოლოდ იმიტომ, რომ აგერ ვიგინდარას არაფერი არ მოსდის. აგერ შიოლაშვილი ვიგინდარობს მთელი ცხოვრება და ხელს არ გაუხმა. მაშინ როდესაც ძველახთქმაში ელემენტარული დარღვევაზე კეთრიდან გამოვიდა, აარონის დას და ძმას კეთრი შეეყარა. შვილებს აარონისას ერთი შეახეს ხელი და იმ წუთში ცეცხლი ჩამოვარდა. ესე აღარ არის ამას არაკეთებს, რო არაკეთებს. იმიტომ კი არაკეთებს, რომ იწონებს კიდევ ვიმეორებ ამას. იწონებს შენ ტყუილს. ხო, უფრო და უფრო ილუზიაში შედიხარ, რომ ღმერთი არ არის. ბოლოს კი რისხვა დაგატყდება. მე კი ვიცი, რომ რაც შეეძლო პირველ საუკუნეში ზუსტად იგივე საკეთებს. თუ არაკეთებს, ამას იმიტომ არაკეთებს, გამიგეთ, რომ მას დიდი სიყვარული აქვს ყველა ადამიანს, ყველა უნდა რომ გადარჩეს. და აი ესენი კიდე უფრო და უფრო ილუზიაში შედიან, რომ აბა ნახე, თუ ღმერთი არის, გამიხმება ხელი. აი ესე პრიმიტიულად შეიძლება განვიხილოთ საკითხი, რომ თუ ღმერთი არის, გამიხმოს ხელი. მე რო გაგიხმოს ხელი. ეგ იგივეა ბავშვმა, აბა თუ დედამ ყავს გამლახოს აბა. რო არ გიწყავს და რო არ გცემს. ეს ნიშნავს იმას, რომ გელოდება რა, როდის მოიგები ჭკუაზე. მოვადრო რო გააკეთებს ამას. თავსაც გაგიხმობს ხელსაც და საერთოდ გადაგაგდებს. და ალბათ ამაზრებით თუ გადავიდა კაცი იქით, ის უკვე მიხვდებოდა, რომ ეხლა მივქარე მდიდარივით. ლაზარესთან მდიდარის ისტორიაში. ხო, ამიტომ არ ვიზიარებ მეგობრებო იმას, პირადად მე ბიბლია არ მეუბნება ამის საშუალებას, რომ აი ეს რაც თქვენთან თქვათ სალანძღავ სიტყვათ არის, აი ესეთ სიტყვები, ოფშიაკი, ისა, ესა, ბიბლია გვეუბნება ძალა ერთობაშია, ერთი არის აზრი და ეს აზრი ღმერთიდან არის და ღმერთთან ყველა მივა და საქონელი და ისეც ყველა მერთად უნდა გაანაწილოთ, აღარ იქნება შემშიერი ადამიანები. საერთო უნდა იყოს ყველა, მით უმეტეს ერთიანია დედამიწა, ერთიანია საქართველოს რესურსები და რომ მოაჯექი შენ და ამ ყველაფერს მარტო შენ ყულაბაში რომ ეს არის კარგი და შემოგაქვს იცი ოფშიაკი ტეხავს. ეს სატანური არის. საერთო ესე იგი. ბიუჯეტი თვითონ ოფშიაკი არ არის. და იქიდან რო ჩააფათურებ ხელს და მიგაგ და მე კიდე არ მაყოფინებ ხელს, ეგ სწორია? თან კიდე მეუნები რომ მე ისა ვარ საქართველოს მოქალაქე. აი ასე ამახინჯებს სატანა ქრისტიანულ ყველა სიტყვებს, წარმოდგენებს, აზრს. სატანა შემოიტანა მრავალი აზრი, მრავალპარტიულობა, არის ერთი აზრი. და ეს აზრი არის ღვთაებრივი აზრი. და ამ აზრთან რაც უფრო დაახლოვდება ადამიანი, აი უფრო კარგად იქნება. სხვანაირად არაფერი არ გამომიგობრ. ეს რაც შეეხება ამას და ეხლა კი გადავიდეთ ჩვენ თემაზე.